რადგან დაგვაჯერეს, რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, კაცი იყავ კაცური და საცაგინდა იქ ილოცეო, ეს რო დაგვაჯერეს. ეხლა უკვე ბატონო ძნელად გასაგებია ჩვენთვის, რატო არის მწვალებელი რომის პაპა. რატომ არის შეჩვენებული ის? და რატომ არ შეიძლება შეჩვენებულ კაცთან ლოცვა? სახლშიც კი გვეკრძალება. პირდაპირ გვიწერია ჯულის კანონში, რომ მწვალებელთან ერთად სახლში არ უნდა ვილოცოთ. აქ კიდე კაცო შეიყვანეს წმინდა ეკლესიაში. და წირვას დაასწრეს. აბა, დაფიქრდით ეს როგორი არის. იოანე ღვთისმეტყველი ასე რამეს გვეუბნება თავის ეპისტოლეში, მწვალებელსა კაცა გიხაროდენი არ უთხრაო. გამარჯობა არ უთხრაო მწვალებელ კაცს. გამარჯობა კი არა, ჩაეხუტა კაცს. და ამას გვასახებს, რომ ეს არაფერი არ არის. მაშინ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უნდა აგვიხსნას ამ კაცმა. რატომ უნდა გვიყვარდეს ის, რომ მეტად ვიდრე იოანე ღვთისმეტყველი? რატომ უნდა გვიყვარდეს ის უფრო მეტად და პატივს უნდა ვსცემდეთ მის ქმედებებს და საქციელს, ვინემ ფოტი კონსტანტინეპოლი, ვინემ მარკო ზეფესელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ეს უნდა აგვიხსნას. ამაში უნდა დაგვაჯეროს და დაგვარწმუნოს. და მე შეიძლება ვიფიქროთ, მაგრამ ეს მგონია რომ ვერ მოხერხდება ვერასდროს. ამას ის ვერ